მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა, ჩვენი გუშინდელი მოხილვა უფრო მეტად აქცენტირებულად იყო ტურიზმის ნაწილზე და ცალსახად კიდევ ერთხელ როცა ჩვენ საუბრობთ ეროვნული ვალუტის გამყარების მიმართულებით და ვხედავთ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციებს ამ პერიოდის განმავლობაშიც კი ცხადია ძირითადად სწორედ საუბრობთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, თუ რა ფუნდამენტური ფაქტორები ახდენენ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე ძირითად გავლენას და რა თქმა უნდა ტურიზმის შემოსავლები ერთი და ასევე ცალსახად შემოსავლები ექსპორტიდან, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში და ამ კუთხით ჩვენ ასევე ვნახეთ ორშაბათს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს გადავწყვეტთ რომ კიდევ უფრო ღრმად გვესაუბრა ამ მიმართულებით და კიდევ უფრო დეტალურად შეგვეფასებინა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებთან დაკავშირებული ვითარება თუ რა განაპირობებს და რომელი ქვეყნები განაპირობებენ ამავდროულად იგივე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით და ექსპორტის მიმართულებით შემოსავლების ზრდის ტენდენციას თუ როგორია საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, ვინაიდან ხშირად აღმოჩნდა რომ ის არის დივერსიფიცირებული და ვნახავთ ამ ყველაფერს. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ჯამურად შევხედავთ ვითარება სამშობლოში ექსპორტის მონაცემები საქართველოში 2023-2026 წლები და დინამიკა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაშია, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ განსაკუთრებით 24 წლის შემდგომ ზრდის ტენდენცია, ეს არის იგივე პერიოდის მაჩვენებელი, იანვარ-ივნისში დაფიქსირებული მაჩვენებლები და ზრდის ტენდენცია ამ შემთხვევაში შეიმჩნევა, უბრალოდ აი სწორედ ლურჯი დიაგრამით არის ექსპორტი ჯამურად და ადგილობრივი ექსპორტი. ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გვაინტერესებს ხშირ შემთხვევაში, ვინაიდან როცა ვსაუბრობთ ექსპორტზე, სულ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რეექსპორტის მაჩვენებლებზე. ცხადია ამ ნაწილში და ადგილობრივი ექსპორტი ეს შეეხება სწორედ ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის ნაწილს და ცალსახად მნიშვნელოვანია რომ აი ეს სოლიდური დინამიკა ჩვენ ამას პროცენტულ მაჩვენებლებშიც აუცილებლად შევხედავთ, თუმცა ცალსახად ჩანს ეს მაჩვენებლები გამოხატული აბსოლუტურ ციფრებში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ აი ამ პროცენტული მაჩვენებლების ერთ ნაწილს, შემდგომ უკვე სრულად შევხედავთ კიდევ უფრო მეტად ამ ნაწილს, სადაც ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ნაწილი არის 61.7% სწორედ აი ამ ნაწილში და ვხედავთ თუ როგორია ეს ზრდის დინამიკა და ზრდის დინამიკის ტენდენციას ასევე შევხედოთ 2024 წლიდან იგივე პროცენტულ მაჩვენებლებში გამოხატულს და ვხედავთ 24 წელთან შედარებით, 25 წელთან შედარებით 2026-ის მაჩვენებლები, წინასწარი მაჩვენებლები თუ როგორ არის დაფიქსირებული. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც უკვე შევხედავთ ვითარება სამშობლოში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით და სალდოს მინდა დავაკვირდეთ უარყოფით სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლებს, აი თუ შევხედავთ ამ შემთხვევაში ვხედავთ უარყოფით სავაჭრო ბალანსის შემცირების ტენდენციას 2025 წლიდან 2026-თან შედარებით, ეს არის სწორედ ჯამურად იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობის ნაწილი და დიახ, როცა საუბარია სალდოს შემცირების ტენდენციაზე, ეს რა თქმა უნდა ცალსახად ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უფრო მეტი შემოსავალი შემოდის და რჩება, ვიდრე ქვეყნიდან გაედინება ამ კუთხით და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ეროვნული ვალუტის ნაწილს რომ მეუბრუნდეთ, რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის მათ შორის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ამ ჭრილში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც უკვე შევხედავთ პროცენტულ მაჩვენებლებს კიდევ უფრო მეტად დეტალურად 2026 წლის ჭრილში უკვე კონკრეტულად ექსპორტის მაჩვენებლების გამოხატული ადგილობრივი ექსპორტის ჭრილში შევხედოთ პროცენტულ ნაწილს 50.5% ამ შემთხვევაში წარმოდგენილი და იანვარ-ივნისის საშუალო მაჩვენებელი 62.6%, ნუ გამოხატული შესაბამისად აბსოლუტურ ციფრებში პროცენტულ მაჩვენებლებს კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამ კუთხით ძალიან დეტალურად მივაქციოთ ყურადღება და ვხედავთ ამ ტენდენციას და ამ მაჩვენებლებს. რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია ამ ტრენდის გაგრძელება და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ აი ამ პოზიტიურ დინამიკას. და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაინტერესებს ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისად მათ შორის ექსპორტის ნაწილი თუ რომელი ქვეყნების მიმართულებით არის ყველაზე უფრო მეტად აქტიური. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შემდგომი გრაფიკა, სადაც უკვე შევხედავთ ვითარებას ქვეყნების წილს მთლიანობაში და პირველ რიგში შევხედოთ ქვეყნების ჯგუფის წილი ექსპორტის შემთხვევაში იანვარ-ივნისში. ვხედავთ რომ 10% არის ამ შემთხვევაში ევროკავშირის მაჩვენებელი და DST-ს წევრი ქვეყნების მაჩვენებელი არის 50%, სხვა დანარჩენი ქვეყანა არის დაახლოებით 40%-ის ფარგლებში.
ამ კუთხითაც ჩვენ ვნახავთ ცალკე აღებულ ქვეყანებსაც, ანუ არ დავტოვებთ ამას ხოლმე ქვეყანათა ჯგუფის ჭრილში განსახილველ ნაწილად, ჩავხედავთ უფრო დეტალურად ამ მაჩვენებლებს ძალიან სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, მაგრამ ამ ტენდენციიდანაც ჩანს დივერსიფიცირების ნაწილი ექსპორტის ჭრილში. მაგრამ საინტერესოა ასევე იმპორტის მაჩვენებლები, ანუ დამოკიდებულება ამ შემთხვევაში საქართველოს ნაწილზე და აქ ცალსახად ევროკავშირის ქვეყნებზე ვართ ყველაზე უფრო მეტად დამოკიდებულები, როგორც ჩანს ამ მაჩვენებლებიდან 24.4% არის ევროკავშირის ქვეყნები ჯამში, ანუ იმპორტის შემთხვევაში მთლიანი წილი, DST-ს წევრი ქვეყნები 1%-ით ნაკლები ამ შემთხვევაში. 23.4% და სხვა დანარჩენი ქვეყნები 52%-ს ცირით აღემატება. ეს რაც შეეხებოდა იმპორტის ნაწილს, კიდევ ერთხელ თუ ჩვენ ამ ორ მაჩვენებელს შევხედავთ, ჯამში ხედავთ სწორედ დივერსიფიცირების ნაწილს, რომელიც აი ამ პერიოდში ფიქსირდება და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ნაწილში დივერსიფიცირებას ისე როგორც ძალიან ბევრი მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთი გრაფიკა, სადაც უკვე ჩვენ შევხედავთ ქვეყნებს ცალკე აღებულ ნაწილში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2026 წლის იანვარ-ივნისში და აი აქ შეგვიძლია შევხედოთ ამ შემთხვევაში მთლიანად აქ საუბარია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლებზე, მინდა რომ აი ამ ორივე ფერს მივაქციოთ ყურადღება და თუ აქ შევხედავთ, ხედავთ რომ პირველ შემთხვევაში არის თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთი ამ შემთხვევაში სამეულში. ჩინეთის ყოფნა შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ვხედავთ მათ შორის იმპორტის ნაწილი საკმაოდ მაღალია, აზერბაიჯანი, სადაც საკმაოდ საინტერესოდ არის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი წარმოდგენილი. გერმანია, სომხეთის ნაწილში, სადაც საქართველოს შემთხვევაში ექსპორტი გაცილებით უფრო მაღალია, შემდგომ ყირგიზეთი, ყაზახეთი და იტალია. ჯამში ასე ვთქვათ, ევროკავშირის ნაწილიც რომ ავიღოთ, აქ საინტერესო კომბინაცია გვაქვს წარმოდგენილი და აი როცა DST-ს ქვეყნებზე საუბრობთ, ამ შემთხვევაში ცხადია ეს მაჩვენებლებიც სრულად არის ასახული ამ ნაწილში. ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორი პირობით რომ წარმოგვიდგენთ არის თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი, რაც ლოგიკური ჯაჭვია, საკმაოდ მათ შორის ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ახლა შეერთებული შტატების შემთხვევაში, როცა ჩვენ იმპორტზე ვსაუბრობთ, მათ შორის უნდა გავითვალისწინოთ რეექსპორტის ნაწილი ამ შემთხვევაში, თუნდაც ეს შეეხება მაგალითად ავტომობილების ნაწილს, რომელიც გვაქვს ამ შემთხვევაში, როდესაც აზერბაიჯანზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ასევე ნატო პროდუქტების იმპორტი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში აი ამ ნაწილსაც თუ შევხედავთ, ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც რომელიმე სხვა ქვეყანაზე, ერთ ქვეყანაზეა დამოკიდებული და კიდევ ერთხელ დივერსიფიკაციას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სასაფრთხოების თვალსაზრისით, ენერგომატარებლების მომარაგების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია ყოველთვის გაცილებით უფრო დამეიმედებელია ვიდრე სხვა ტიპის ტენდენცია, რომელიც მანამდე არსებობდა, როდესაც წლების განმავლობაში ვიყავით რაღაც ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული, ან თუნდაც ორ ქვეყანაზე დამოკიდებული. ახლა ჩვენ აი ამ ტენდენციას სრულად ვხედავთ, რაც საკმაოდ საინტერესო ნაწილია და მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩინეთის შემთხვევა, ვინაიდან ჩინეთის შემთხვევაზე ყოველთვის იყო საუბარი, რომ ხა საქართველოს ანუ რას მოახერხებდა, რომ ჩინეთში გაეყიდა და ანუ ზირთადში იქნებოდა ჩინური პროდუქცია, ჩინური პროდუქცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ საუბარი იყო საქართველოს ვერაფერს ვერ გაკეთდა ჩინეთში და თუ შევხედოთ აი ყურადღება მინდა მივაქციოთ ექსპორტის მაჩვენებლებს ჩინეთში. ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აი ამ ხუთეულიდან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტურად ჩინეთში. ყველაზე უფრო მეტი, აი ტოპ 3 ავიღოთ თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი ავიღოთ. ჩინეთში გადის ყველაზე უფრო მეტი ექსპორტი გიო ფინანსურ ნაწილში გამოხატული. ყველაზე უფრო მაღალ საექსპორტო შემოსავლებს ვიღებთ სწორედ ჩინეთიდან. დიახ, ის არ არის მხოლოდ რომ ჩინეთი საქართველოში ყიდის პროდუქციას, საქართველო ყიდის ჩინეთის პროდუქციას და ეს ცალსახად აისახება შემოსავლებს. ეს რაც შეეხებოდა ამ ნაწილის მიმოხილვას, საგარეო ვაჭრობის ნაწილის მიმოხილვას და კიდევ ერთხელ ჩვენ შემდგომში კიდევ უფრო მეტად ჩავშვილთ ამ ნაწილს იგივე ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში და დღევანდელ დღეს გვინდა ვისაუბროთ სხვა მიმართულებაზე, ჩვენთვის ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ და საინტერესო მიმართულებაზე, დაზღვევის მიმართულებაზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ სტუმრობა ვთხოვეთ საზღვაო კომპანია არდის გენერალურ დირექტორს ბატონ მიხეილ ჯაფარიძეს. ბატონ მიხეილ, მოგესალმებით. მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერში. მობრძანებისათვის ვთხოვთ დაბრძანდეთ და ჩვენთვის დაზღვევაზე საუბარი თქვენთან ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და უკვე წელს მოვახერხეთ. ჩემთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა დიდი. სტუმრობა და უფრო მეტიც უნდა გავთქვა რომ დავგეგმეთ სადღაც სექტემბრის სტუმრობაც. კი ახლა სეზონის დასრულებაზე, შემდგომ სეზონის დასაწყისშიც
ვისაუბროთ, მოდით ვისაუბროთ მიმდინარე ტენდენციებზე. ამ შემთხვევაში ჯერ ოფიციალური სტატისტიკა არ აქვს პირველი ნახევრის 20-26-ის, ანამდე ვნახეთ 20-25-ის საკმაოდ წარმატებული მაჩვენებლები, მაგრამ მიუხედავად ციფრების ჯერ კონკრეტული ოფიციალური მაჩვენებლების არარსებობისა, ტენდენციები, რომელიც არის დარგში, რა ვითარება გვაქვს და პირველ 6 თვეზეც რომ ვისაუბროთ. 6 თვის შედეგები გვექნება შემდეგ გადაცემაში, რომელიც დავგეგმეთ უკვე, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალურად კარგ ციფრებს ველოდებით, ანუ 20-26 წლის პირველი 6 თვის შედეგები წესით უნდა იყოს დაახლოებით იგივე პროცენტულ ჭრილში, ზრდა როგორც იყო პირველი 3 თვე. დაახლოებით 15%-იან ზრდა იყო სექტორში და იგივე ანალოგიურ 15%-იანს დასველოდებით, თან იმ ფონზე, რომ ეკონომიკა საკმაოდ ნორმალურად ვითარდება, კარგად მიდის და 5 თვეში თვალშწები 7.8% იყო ეკონომიკური და დაახლოებით 6 თვეს ეგრეც იქნება და საზღვაო ინდუსტრიაც მიყვება აი ამ ზრდის დინამიკას. კი ბატონო, სხვა შორის საინტერესო აღწერა ეკონომიკურ ზრდას გარკვეულად მიყვება ამ შემთხვევაში სადაზღვაო ინდუსტრიაც. აი დღეს რომ შევხედოთ ახლა ვითარებას ამ კუთხით, რაც ასევე ყოველთვის მსჯელობთ ხოლმე, აი დაზღვევის სახეობების მიხედვით რომ ავიღოთ, როგორია დღეს ბაზრის სტრუქტურა, ანუ სად არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და ეს პრიორიტეტული მიმართულება. ნუ ზოგადად საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ისტორიულად 10-15 წელია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არის ბესტსელერი, ანუ ყველაზე მეტი ადამიანი ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველაზე მეტად გასაგები პროდუქტია. ანუ ადამიანებმა ისწავლეს მის საჭიროება, გამოყენება, საზღვაო კომპანიებიც ამაში მეტნაკლებად ახელოვნდნენ, სერვისები გაფართოვდა, ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ტექნოლოგიური მათ შორის და აქედან გამომდინარე ყველაზე პოპულარული პროდუქტია, სხვადასხვა ციფრებია ხოლმე წლენწლამდე, მაგრამ უხეშად რო ვივაროთ, ნახევარი მთელი სექტორის არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ შემდეგ არის ხოლმე ავტომობილების დაზღვევა, შემდეგ არის ქონების დაზღვევა და შემდეგ ყველა დანარჩენი სახეობა, რომელიც მოყვება პოპულარობის კუთხით, ჩვენ ყველაზე მეტად გვესაკლისება ხოლმე, რომ ავტოდაზღვევა და ასე ვთქვათ, ქონების დაზღვევა არ არის იმ მოწოდების სიმაღლეზე, ანუ შეღწევა პენეტრაციას რო ეძახეთ, ხოლმე სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი, როგორც უნდა გქონდეს ჩვენი ქვეყნის ჩვენი ეკონომიკის განვითარების კვალობაზე. ამას მთელი რიგი მიზეზები განაპირობებს და ამიტომაც არის ხოლმე რომ ჩვენი ზრდა როგორც წესი უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე ეკონომიკის ზრდა, იმიტომ რომ დაზღვევა არ არის განვითარების იმ საფეხურზე, რომელსაც შეიძლება ვისურვებდით, ასე რომ აი ესეთი ვთქვათ სიტუაცია გვაქვს წლენწლამდე. აი ზუსტად როდესაც ვსაუბრობთ ხომ ამ სიტუაციაზე დინამიკა როგორი გვაქვს ახლა უცებ გამიშთა კითხვა მაგ ნაწილზე რომ აი იგივე ქონების დაზღვევა და ავტომობილების დაზღვევის ნაწილში ერთია რომ იმ დონეზე არ არის როგორც გვინდა რომ იყოს, მაგრამ ტენდენციას როგორ ხედავთ? იგივე აი ცნობადობას ამ ნაწილში, ცნობიერების ამაღლებას აი ამ ნაწილში არის უფრო მაღალი მოთხოვნა, ვთქვათ, თუ ჯერჯერობით ახლობით იმ სტანდარტზე ვართ როგორც. იცით როგორ არის, ანუ ცნობადობა უფრო არის ვიდრე ობიექტური ვთქვათ შესყიდვა შემდგომში, იმიტომ რომ მაინც ითვლება ჯერჯერობით ქვეყანაში მოსახლეობაში, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა სხვა პროდუქტებისთვის მოდი ჯერ სხვა რამის მიხედავ და მერე დაზღვევას ვიყიდი. ანუ მაინც უფრო გადის, ასე ვთქვათ, ფუფუნების საგნად არ ვიხმარ, მაგრამ დაახლოებით იმ კლასში, როცა რეალურად ჩემი ეხლა ეგ არ მჭირდება, სხვა რაღაცა მაქვს მისახედეს. ნამდვილში მთელი დაზღვევის სისტემა ისე მუშაობს, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის მოწყვლადობის ხარისხი, ეკონომიკური მოწყვლადობის ხარისხი, უფრო მეტად საჭიროა დაზღვევა და არა პირიქით და ჩვენთან მოთხოვნა არის პირიქით, რაც უფრო ნაკლებია მოწყვლადობის ხარისხი, კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესისთვის ის უფრო მეტად ყიდულობს, ვიდრე ის, ვისაც უფრო მეტად ჭირდება. აქედან გამომდინარე ეს მომენტი არის, ახაც ბოლოს, ივნისის ბოლოს სიტყვა რაც იყო, ამანაც მარტივად აჩვენა, როგორი, ვთქვათ, მოწყვლადი იყო სისტემა იმ კუთხით, რომ შემთხვევა იყო, თუმცა 80% ალბათ ავტომობილების რომელიც დაისაყო დაზღვეული საერთოდ არ იყო. ხო, აი სხვათა შორის ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, ხა სიტყვა, ნუ თავისთავად ცუდი ფაქტი, მაგრამ აი კარგი მაგალითი რატომ დაზღვევა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან ბევრმა ინანა, როცა შემთხვევა დადგა ამ შემთხვევაში, რომ აი არ ქონდა დაზღვევა. ალბათ ზოგადად ფაქტები ხშირია ხომ, რომ შემდგომ ხდება. კი, მეორე დღეს ოფისში რომ დავუბრუნდით ჩვენს და ჩვენი კოლეგა საზღვაო კომპანიებიც მოთხოვნა იყო დაზღვევაზე გაზრდილი 10 მაგათ. ანუ 10 ჯერ მეტი ზარი შემოდიოდა კომპანიაში ავტომობილის დაზღვევაზე, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში შემოდიოდა ხოლმე. ანუ დაზღვევაზე ვისაც დაზღვეული არ ქონდა, გულისხმობთ მას მოუნდათ დაზღვევა. მოუნდა დაზღვევა, თუმცა ეს მე მინაულდება ხოლმე, მზე გამოვა ხოლმე, ამინდი უკეთესია და მე ცხადია გავიწდება ხოლმე, რომ ვთქვათ, სიტყვა შეიძლება კიდე მოვიდეს. ასე რომ სიტყვა და სიტყვამდე ვთქვათ, არის ხოლმე ეს მომენტი. ხო, მე როგორც წესი, ხო, სამწუხაროდ
მაინც უფრო ისეთი ემოციური რეაგირება ხოლმე ვიდრე რაღაცა ეს. კი, არის ხოლმე ეს ნიუანსი, მაგალითად ეს სიტყვა იმიტომ იყოს ბოლო ფაქტი იყო და ბევრი ავტომობილი ხო დაუზღოული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმოგიდგენთ საავტომობილო კომპანიებს დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე, შეიძლება ცოტა მეტიც ზარალი ქონდათ მარტო ამ სიტყვის გამო, იმ 2 საათში თუ 3 საათში რამდენიც იყო, კი, და დაახლოებით 10000-მდე შემთხვევა იყო. ასე რომ 10000 ავტომობილს შეეხოთ ჩვენს დაზღვეულს და რამდენი იყო რომელიც დაზღვეული საერთოდ არ იყო ხო აქედან მასშტაბს რო შევხედოთ ანუ აბსოლუტურად მეტის კონტრიბუცია შეუძლია საავტომობილო კომპანიის სისტემისთვის და მოსახლეობისთვის მაგრამ რეალურად რადგან რამდენიც არის ასე ვთქვათ დაზღვეული იმ პროპორციით მონაწილეობს უკვე ანაზღაურებაში შარშან მაგალითად საავტომობილო კომპანიებმა ანაზღაურეს 800 მილიონ ლარამდე ზარალი. ეს რას ნიშნავს, რომ ოჯახებმა, ბიზნესებმა მიიღეს კონკრეტული ანაზღაურება, რომელიც მათ ხარჯის სახით დაუდგათ, საავტომობილო კომპანიამ დაუკომპენსირა. შესაბამისად, ეს უფრო მეტი შეიძლება იყოს, ხვდები და ეს ხო სტაბილურობას უზრუნველყოფს მე სისტემისთვის. წელს შეიძლება ეს იყოს 850-ან 900 მილიონი ლარი და მილიარდისკენ მიდის უკვე, ან რაღაც მომავალ წელს შეიძლება არა, მაგრამ აი 2 წლის მერე მილიარდ ლარისკენ იქნება ზარალი. ანუ მილიარდ ლარი უბრუნდება ეკონომიკას ანაზღაურების კუთხით. GDP იქნება, ეს და ასე ვთქვათ განადგურებულს გაფუჭებულს აღადგენს. კი ბატონო და აი საინტერესო ციფრი თქვით ასევე თუ ლაპარაკობ საშუალო თუ ხეშეთ 25 მილიონზე ხო ეს რაც სადაზღვეულო კომპანიებმა პირობითად აანაზღაურეს ალბათ შესაძლოა 4-მაგიან 5-მაგი ყოფილიყო რეალური მაჩვენებელი ხო ერთი რამის გადათვალისწინებელია ნახეთ რომ საავტომობილო კომპანიების ანაზღაურების კუთხით შეიძლება საავტომობილო კომპანიები უფრო სხვანაირი სისტემით ანაზღაურებენ იმიტომ რომ იქ არის ინსტიტუციური ანაზღაურების ლოგიკა ნახეთ მაგრამ როცა ადამიანს შეიძლება არა აქვს დაზღვევა ის მაქსიმალურად ბიუჯეტურად ცდილობს რომ გამოვიდეს ვთქვათ გამგადაწყვეტილება საავტომობილო კომპანია შეიძლება რაღაცა უფრო ჯურიზურით უშვიდება იმიტომ რომ კონკრეტულ ცენტრში უნდა მოგემსახუროთ ის მაქსიმალურად კომფორტი უნდა შემოგთავაზოთ და აქედან გამომდინარე აქ გამიჯნა ხდება კი ბატონო რომ ეს ფასი სხვა ფასი რასაც სადაზღვეულო თუმცა მასშტაბი ძალიან მარტივად წარმოგას აბსოლუტურად სწორი ხარ თუ 25 მილიონი დაზღვეული იყო იქ რა ხდებოდა ხო სხვა მხრივ ნების მოწყვლადობის ხარისხი ხო იყო ხო არსებობდა ხო თან ეს 25 მილიონი არ არის ყველა კომპანია ეს არის ის კომპანია რომელიც ამას აზივაზიერებთ ერთმანეთში იმათი რეპორტია ეს კი ბატონო ხო აი ძალიან საინტერესო ტენდენცია შესაძლებლობა არის მეტი და რატომ არ შეიძლება ამ სიკეთით ვისარგებლოთ ხო მეც უბრალოდ არ მესმის ხოლმე ბუნებრივია ეს ნაწილი ამასობაში რომ ვისაუბროთ დღეს სექტორთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები რა შეიძლება იყოს და რამდენად კონკურენტულია ბაზარი მე მგონი კონკურენციის ნაწილს ვხედავთ ჩვენ მარჟებზეც გვისაუბრია და საკმაოდ ისეთი ამ კუთხით თქვენგან მახსოვს წინა გადაცემიდან კი მართალი ხართ სწორად გახსოვთ ანუ კონკურენციას არ უჩივით 19 საავტომობილო კომპანია რეგისტრირებული თუმცა 6-7 მოთამაშე არის ძირითადად აქტიური რომელიც ბაზრის ძირითადად კონექტურას ქმნის ასე ვთქვათ ძირითადად პროდუქტებს ქმნის და ძირითადად სერვისებს აწვდის ანუ მოცულობითად ფინანსური შემოსავლის კუთხიდან და შემდეგ განაზღაურების კუთხით ეს არის ძირითადი ბაზრის წილი ну რა უშლის ხელს ბევრი რაღაცა არის ერთდროულად ცხადია მაგრამ ჩვენ გვიხარია ის რომ ეკონომიკის ზრდაზე მეტად უნდა ვითარდებოდეთ რადგან ჩვენ დაბალი საბაზო წერტილებიდან ვიწყოთ მაგრამ საავადმყოფო დაზღვევა ეს ძალიან ცნობილი თემა რომელიც მუდმივად თქვენს გეკითხებით ხოლმე ჩვენს და ზოგადად არის ხოლმე ეს ძალიან ცნობადობა ზრდის უბრალოდ ეს საავადმყოფო დაზღვევას ზრდის ცნობადობას და შემდგომ არის ხოლმე რომ ადამიანი თვითონ ფიქრობს რომ თუ ეს სახეობა მაქვს და მუშაობს მოდი რატომ სხვა სახეობა შეიძლება არ ასე ვთქვათ ვიყიდო და დღევანდელი ლოგიკა რა საუბრის დაწყებაში როგორც გითხარით არის ის რომ მე ანუ ამისთვის თანხა არ მრჩება ჯობია სხვა რაღაცა ვიყიდო სინამდვილეში აი აქ არის ხოლმე ასე ვთქვათ ცნობიერების შეცვლა რომ რაკურსი სხვანაირად უყურებ და თულებთ ხოლმე ამაზე ვიმუშაოთ ერთი ნიუანსია თუ ადამიანს ერთხელ მაინც დაზღვევა აქვს ნაყიდი და შემთხვევა ქონია იმას პირიქით გრძნობა უჩნდება უკვე რომ აღარ უნდა დაზღვევის გარეშე ან ავტომობილი მართოს ან თვითონ იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა ქონდეს ან სამოგზაუროდ გაფრინდეს ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე ან მაგალითად აი ექსპორტზე რო საუბრობდით წეგან თქვენ და ტვირთების დაზღვევა საჭირო ანუ მე თუ ექსპორტზე ვუშვებ რაღაცას ის როგორ შეიძლება ანუ ჩემი რისკია იქ იქამდე რო არ ჩავიდეს ბიზნეს სერიოზული პრობლემა აქვს და ნებისმიერი ტვირთი ერთი ტვირთის შეიძლება ბიზნესთვის ძალიან მტკივნეული იყოს იმის გზაში განადგურება და კაპიკები ჯდება რეალურად ძალიან იაფიჯდება ხო კი აი ხა ტვირთებზე და ექსპორტზე როცა ვლაპარაკობთ სინამდვილეში ანუ რასაც უყურებდით უფრო ღრმა სტრუქტურაში საქართველოში არიან კომპანიები მათ შორის ეს საშუალო მეწარმეებს მცირე საშუალო მეწარმეებს აქვს საშუალება ექსპორტის ახორციელებენ ამ ექსპორტს მაგრამ საუბარი ხომ ეგრეთ წოდებულ ერთი კონტეინერის პრინციპი აი რაც მათთვის ძალიან დიდი ფულია ასე ვთქვა ამის დაკარგვა იქნება კატასტროფა ვთქვა ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესს აი $100 ტვირთი რო გააგზავნოს რაღაცამ დაახლოებით ჯდება $200 $250
$100,000 თვით რომ $100,000 თვით რომ გააგზავნოს და ყველა რისკიზე დააზღვიოს, დაახლოებით ჯდება $250, რაც უბრალოდ რომ გადათვალოთ რა საპირწონე რისკი უდგას, იმიტომ რომ ის $100,000 თვირთი ჩვენი მცირე მეწარმეების საკმაოდ მოწყვლადია, ანუ იმის განადგურება შეიძლება იწოდეს სერიოზულ პრობლემას, შეიძლება ხანდახან ეგზისტენციალურს ბიზნესის. კი, არიან ახლა მცირე მეღვინეები ექსპორტის ნაწილში, რომელიც სადღაც მაგ ფარგლებში ან ნაკლებსაც კი აგზავნიან ხოლმე. ამიტომ ისინი მაგაზე არ ფიქრობენ, როგორც წესი, ამ კუთხით ნამდვილად აზღვევენ. კი ბატონო, სად ვართ ჩვენ, ანუ აი გლობალურ ტენდენციასთან დაკავშირებით, აი რა ძირითადი ნაწილი გვაქვს, სადაც რაღაცების სწრაფად გადაწყვეტა შეგვიძლია გლობალურ ტენდენციებს და ტრენდს რო არ ჩამოვარჩენთ. ნუ უფრო ამ კუთხით ალბათ ხელოვნურ ინტელექტს უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ესეთი ძალიან ესეთი პოპულარული თემაა ჩვენთანაც და სხვაგანაც, თან ამ კუთხით ეს გლობალიზაცია მოაქვს, რომ როცა რაღაც სიახლე იწყება, ის საქართველოში 20 წლის მერე არ ჩამოდის. ანუ თუ რაღაცა ხდება, ხვალ მეორე დღეს ან იმ წუთში ვიცით რა მოხდა, თავშეთ ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყანაში. ამიტომ ეს სიახლეების სისწრაფე ძალიან, ვთქვათ, მაღალია. და აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ რა სიტუაციაში ვართ ქართული სააზრო კომპანიებს თუ თულად გავარჩიოთ, მაგალითად AI-ის ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილების ინტეგრირება შეგვიძლია. რაღაცები უკვე გვაქვს დანერგილი ჩვენს და სხვა კომპანიებს, თუმცა ეს არის უფრო ავტომატიზაცია ვიდრე ხელოვნური ინტელექტის ის მასშტაბი, რაც დაუშვათ შეიძლება ვიფიქროთ და ყველა ცდილობს გაარჩიოს, ასე ვთქვათ, ხმაური რეალობისგან, ანუ სად არის ეს ხმაური, გავასუფთავო და სად არის რეალური საჭიროება, იმიტომ რომ თვითონ თქვენს გიორგი, ჩემზე კარგად იცით, რომ უცხოურ კომპანიებში უკვე შეიძლება რაღაც უკანაც იხევენ იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი დანახარჯოს უკავშირდება უკვე და რას ჩაანაცვლა, მე მგონი იმაზე ძვირი უჯდება თუ და ამ ეს ტოკენების წვა განსაკუთრებით და ამიტომ ძალიან ფრთხილობენ ეგ კომპანიები და ჩვენ განსაკუთრებით, როცა ამის ფუფუნება ნაკლები გვაქვს ფინანსურად, ხო? ვეროდ უფრო მეტი საფრთხილით ვაკურდებით, ნერგავთ, მუშაობთ მუდმივად და სიახლეები იქნება ჩვენ კომპანიაში, მაგალითად წლის ბოლომდე კიდე რაღაც იქნება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დაფუძნებული იქნება, მაგრამ ცხადია, უნდა გავარჩიოთ რა არის რეალური მოხმარება და არა უბრალოდ მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელზეც ელაპარაკე. აი ამ კუთხით ცხადია ფრთხილად ვარ ძალიან. კი ბატონო, და სხვა შორის არის ხელოვნური ინტელექტის ოპტიმალური ინტეგრაცია, როგორც თავარი გამოწვევაა და აი ამის შუალედის მიგნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან და საჭირო. კი ბატონო, და მოლოდინები, ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ასე ვთქვათ, მიმდინარე წლის, რომელსაც ჩვენ მერე გავშლით სექტემბერში, მაგრამ მაინც როგორია წლის ბოლომდე თქვენი დაკვირვება და მოლოდინები სექტორთან დაკავშირებით? 2026 წელს ვფიქრობ, რომ აი ეს კვარტალური, ვთქვათ, ზრდის ტრენდი რაც არის, უნდა შენარჩუნდეს. ჩვენი სურვილი იქნებოდა უფრო მოლოდინი ალბათ ნაკლებად, მაგრამ უფრო სურვილი იქნებოდა, რომ მაგალითად სხვადასხვა სახეობებიც გააქტიურდეს, ის რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მთელი რიგი სახეობებს შეხედავთ, მაგალითად პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებს, ან თუნდაც ტვირთების დაზღვევას, ან სხვა ტიპის დაზღვევის სახეობებს, რთული დაზღვევის სახეობები რაც არის. ნუ აი იმდენად მცირეა, რომ აი შეიძლება რადარზეც კი კარგად არ ჩანდეს ხოლმე და აქედან გამომდინარე ერთ კომპანიას რო რაღაც ერთი კონკრეტული პოლისი გაუქმდება ან პროექტი დამთავრდება, შეიძლება მთელი ბაზრის მოცულობაში იმცირდეს ხოლმე და მცირეა აი ეს, ვთქვათ, სხვა პროდუქტები. და რეალურად აი იმ სამ პროდუქტით გავდივართ ფონს. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ასე სოციალური დაზღვევა, რომელიც ბანკებში იყიდება ძირითადად. ამიტომ აი ამ კუთხით თუ იქნება რაღაც სიახლეები და ჩვენ ვცდილობთ და სხვაები ვცდილობენ, ძალიან კარგი იქნება ინდუსტრიის, მაგრამ ეგ მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა დაზღვევა როგორც ინსტრუმენტი რისკის მართვის ჩვენს ყოველდღიურ სამეურნეო ცხოვრებაში, ოჯახებში და ბიზნესშიც იქნება არა ის, რომ ვთქვათ, მქონდეს თუ არ მქონდეს, არამედ როგორი ტიპის და რა კლასის და რა მუცვის მქონდეს. აი ეს არის თავი, რომელიც არ მქონია წლის ბოლომდე მოგვარდეს უფრო წლების თემა, მაგრამ იმედი გვაქვს. კი, აი მარტო და როგორი დაზღვევა მქონდა, ანუ ვისაუბროთ ხარისხზე და ნაწილზე, არა იმაზე, რომ მოვიხმართ თუ არა დაზღვევა საერთოდ ჭირდება თუ არა. კი, რა რისკები უნდა მიფინანსდებოდეს, რა თანხით უნდა მიფინანსდებოდეს, გამონაკლისი, აი უფრო ამაზე რო საუბრობდეთ, ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი მოწყვლადობა შეამცირებდა, ხვდებით, იმიტომ რომ ეკონომიკა ნებისმიერ შემთხვევაში მოწყვლადია და აი ამ მოწყვლადობას ამცირებს და ის არ აკრობს მოწყვლადობას, ის ამცირებს მოწყვლადობას, კი. თუმცა ბევრად სტაბილურობის განცდას აჩენს და იმის განცდას, რომ მშვიდად აკეთო საქმე, თქვა თავში სხვა რისკებზე ნაკლებად იფიქრე. ეთანხმები. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს შემოდგომიდან საუბარი დარწმუნებულია. წარმატებას გისურვებთ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.